შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს მე-6 და მე-9 კლასელთათვის ცენტრალიზებული ტესტირების ჩატარებას თავაზობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენელთა თხოვნით შესაბამისი პროექტი 2013 წელს შეიმუშავეს. თელავის მუნიციპალიტეტის ეროვნული გამოცდების კოორდინატორის ნუნო ასათაშვილის ინფორმაციით, ტესტირება, რომელშიც სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ივნისში ჩატარდება. სკოლების შესაბამისი რეგისტრაციის გავლას შეფასებისა და ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეძლებენ. ტესტირების მიზანი სკოლებისთვის იმ მონაცემების მიწოდებაა, რომელიც მათ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ტესტირება ელექტრონულად ტარდება კომპიუტერებთან, ერთდროულად ყველა მოსწავლე იღებს მონაწილეობას, შეფასებასაც მოსწავლე მაშინ ვეიგებს და მნიშვნელოვანია, რომ ხდება შემდეგ ანალიზი. თითოეული მოსწავლის შედეგი, მთლიანად სკოლის შედეგი აღნიშნულ საგანთან მიმართებაში და ასე შემდეგ და ამ ანალიზის საფუძველზე სკოლას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დასკვნები და თქვათ რომელიღაც საგნის მიმართ მიიღოს კათედრამ განსაკუთრებული რაღაც გეგმა შეიმუშაოს, რომელიც გააძლიერებს თქვათ ამა თუ იმ საგნის სწავლებას.